მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით. მადლიერებას გამოვხატავ თქვენს მიმართ, თქვენი უკავშირისთვის. ძალიან დიდი მადლობა აი თბილი კომენტარებისთვის, რასაც არიშურებთ. მადლობა ნდობისთვის, ვინც მოდიხართ პირად კონსულტაციებზე. და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას. თემა იქნება: რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის? მაშასე ნახოთ, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის. პირველ რიგში ვნახოთ, ვინ არის ეს ადამიანი? ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? გვეწვია ხმლების მეფე, ადამიანი, რომელიც საკმაოდ ერუდირებულია, ნასწავლია, ლოგიკურად კარგად აზროვნებს, თუმცა უჭრის როგორც გონება, ასევე ენაც ამ ადამიანს. ძალიან ხისტად შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს ამ თუ იმ სიტუაციაში. შეიძლება ეს ადამიანი ზოგიერთმა თქვენგანმა სამსახურში გაიცნო, ან შეიძლება ეს ადამიანი თქვენივე თანამშრომელია, თუმცა საკმაოდ ცნობილი ადამიანია სოციუმში. შეიძლება იყოს ასევე შეიძლება იყოს სამხედრო სამსახურში ან ძალოვან სტრუქტურაში სადმე და გეტყვით, რომ ეს ადამიანი არის საკმაოდ განათლებული და ერუდირებული ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. ნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? მიუხედავად იმის, რომ ძალიან ქალური ხართ მის თვალში, ძალიან დახვეწილი ხართ, ძალიან გრძნობიარე ქალბატონი ხართ. ქალბატონი ხართ, რომელიც მიილტვით სითბოსკენ და სიყვარულისკენ და საკმაოდ ემოციური ქალბატონები ხართ, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარულის გამო თავიც კი გაწიროს. აი იმ გრძნობების გამო ყველა და ყველაფერი დათმოს. მაგრამ რაღაც იყო თქვენ შორის, რამაც გამოიწვია დაშორება და სიშორე. ახლა აქ უმეტესწილად მიყურებთ ადამიანები, რომელთა შორისაც არის მანძილი. ან ბევრი ადამიანი მიყურებთ და გეტყვით, რომ ან ხართ ისეთი ადამიანი, რომელიც მუდმივად ვითარდებით, მუდმივად სწავლობთ, მუდმივად თქვენს ქვეცნობიერზე მუშაობთ. კიდევ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? თქვენ შეგიძლიათ ისე მიიჯაჭოთ ადამიანი, მიიწებოთ აი თბილი და ტკბილი ენერგიებით, რომ ადამიანი ვერც კი მოვიდეს აზრზე. თქვენ შეგიძლიათ ადამიანის ცნობიერში შეცვალოთ ყველაფერი. თქვენ შეგიძლიათ, სადაც არ უნდა იყოთ, აი იმ გარემოში, სადაც მოხვდებით, შეცვალოთ სიტუაცია
უკეთესობისკენ და შეგიძლიათ რომ ფერფლიდან აღადგინოთ ადამიანი ზოგადად, მაგრამ აი აღდგენის შემდეგ ეს ადამიანი ძალიან ძნელად მოგცილდებათ გვერდიდან, თქვენ ხართ ძალიან ტკბილი და სასურველი ქალბატონი, რომელსაც თუ მიეჯაჭვა მამაკაცი, ძნელია ეს ჯაჭვები მოიხსნას მან. რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ აი ამ ადამიანისთვის, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, გადმოხდა, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ, თქვენ ხართ ძალა, თქვენ ხართ შანსი და ალბათ ამ ადამიანს უთქვამს, რომ სამყაროსგან საჩუქარი ხართ, თქვენ ხართ საჩუქარი ამ ადამიანისთვის. თუმცა აქ ფიქსირდება ოჯახი. შეიძლება აქ მიყურებდეთ ადამიანები, რომლებიც მოხვდით სამკუთხედში და თქვენ ჩაფიქრებულ მამაკაცს აქვს სტაბილური ოჯახი, რის გამოც შეიძლება სწორედ აი ის დაშორება, რაც მე ზემოთ ვახსენე და პაუზა შეიძლება იყოს მიზეზი, ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს. ეს ადამიანი ახლა არის ოჯახში და რამდენად მიუხედავად ამისა, ეს ადამიანი ამბობს, რომ თქვენ ხართ საჩუქარი სამყაროსგან მისთვის. თუმცა არ არის ეს ის ადამიანი, რომელიც ამას გაგიმშხავნებთ და სიტყვიერად გამოხატავთ, ან თუნდაც ქცევებით გამოხატავს, არ ტრანსლირებს ამას ადამიანი და ცოტა არ იყოს შეიძლება სიცივესაც გამოხატავდეს და აი ამ ყველაფერს არ გიმშხავნებდეთ. რა არის მიზეზი იმის, რომ ეს ადამიანი აი ამ ყველაფერს არ გეუბნებათ? სტაბილურად ეს ადამიანი არის ოჯახში და არ შეუძლია ამ ადამიანს რაღაც მნიშვნელოვანი შემოგთავაზოთ. არ შეუძლია ამ ადამიანს, რომ რაღაც ახალ საფეხურზე გადაიყვანოს თქვენი ურთიერთობა. რამეს მოიმოქმედებს ეს ადამიანი? მოდი ვიკითხოთ. მოიმოქმედებს ურთიერთობის წინ წასაწევად, ანახსადგენად ეს ადამიანი. მხოლოდ და მხოლოდ ფარულად ყავხართ ამ ადამიანს, მხოლოდ და მხოლოდ თუ ამ ადამიანმა გადმოდგა თქვენსკენ ნაბიჯი და შეიძლება ზოგიერთ თქვენგანთან ასეც იყოს, თქვენ მის ცხოვრებაში ისევ დარჩებით ფარული ადამიანი, ანუ დაფარული ქალბატონი იქნებით მის ცხოვრებაში, ისევ და ისევ, მაგრამ აი ამ შანსის გაშვება მას ხელიდან არ უნდა. მას ცოტა ეგოისტურად იქცევა, არ უნდა იმ კომფორტის დათმობა, სადაც არის, არ უნდა ოჯახის დათმობა, სადაც იმყოფება, ან შეიძლება სულაც სამსახურია, ან შეიძლება არ არის მეუღლე, მაგრამ რაღაც ოჯახი, ცალკე ოჯახი აქვს, ან რაღაც სამსახურეობრივი მოვალეობებია ის მესამე, არ ვიცი, მაგრამ აქ ნამდვილად ეს ადამიანი ფიქრობს, რომ და სურს მას, რომ
დარჩეთ მის ცხოვრებაში, მაგრამ ფარულად. კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო, რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ მის ცხოვრებაში. ნამდვილად ხართ მნიშვნელოვანი ადამიანი, თუმცა არ ამბობს ეს ადამიანი, სიტყვიერად ეს ადამიანი არ გამოხატავს აი ამ ყველაფერს. პირიქით, შეიძლება ცოტა ბოლო პერიოდში გეუხეშათ კიდეც, თუმცა მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ. რატომ იქცევა ასე? კიდევ მინდა ჩავეციო. კი, არ შეუძლია სხვანაირად უეჭველი კიდევ ერთხელ დამინდა სტურა აქ, რომ უმრავლესობის შემთხვევაში ოჯახი აქვს ამ ადამიანს სტაბილური, რის გამოც თითქოს ხელფეხი შეკრულია და არ შეუძლია რომ აღიაროს ის, რომ თქვენ უმნიშვნელოვანესი შანსი ხართ მის ცხოვრებაში და დიდი საჩუქარი იყავით მის ცხოვრებაში. ხართ ქალი, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია მთელი ცხოვრების მანძილზე. რას მოიმოქმედებს კიდევ ერთხელ ვიკითხოთ. მიუხედავად დიდი ტკივილისა, მიუხედავად იმისა, რომ აი ამ თქვენი დაშორებით თუ დაცილდით ერთმანეთს, ეს ადამიანი საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაშია, საკმაოდ ნანობს აი ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ფიქრობს, რომ ვერაფერს ვერ შეცვლის თვითონ. არაფერს არ ცვლის ეს ადამიანი, მეგობრებო, ვერ მოგატყუებთ და ილუზიებშიც ნოიქნებით, თუ გამოჩნდა ეს ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით მისთვის ისევ ის ფარული ადამიანი მის ცხოვრებაში, უსტატუსო, უკაცრავად, მაგრამ რასაც ტარო ამბობს, იმას ვკითხულობ მე, რა იქნება ბოლოს. არა მეგობრებო, აი ამ ყველაფერს, აი ამ ისტორიას ახლავს აი ეს დიდი სევ და ნაღველი იმედგაცრუებაც, მაგრამ აქ ურთიერთობა რომ შემდგარიყო, ორივეს თანაბრად უნდა გაგეღოთ რაღაც, რომ ორივე თანაბრად ყოფილიყავით აი ამ ურთიერთობაში. ურთიერთობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა ბედნიერი, თუ ორივე თანაბრად გაიღებდით გრძნობებს, ემოციებს, მაგრამ აქ როგორც ჩანს თქვენ მეტს გაიღებდით, ვიდრე იღებდით და სწორედ აი ეს ბალანსი იყო თქვენ შემთხვევაში დარღვეული. მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ნამდვილად მნიშვნელოვანი ქალბატონი ხართ, ეს ასია, მომიტევეთ, მე კი გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე და ველი თქვენს უკუკავშირს დიდი სიყვარულით, დროებით.